ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ირაკლი, რასთან დაკავშირებით ვართ შეკრებილები, მოდი ხალხს გავაცნო. ჩვენი შეპირებული დანაპირები უნდა შევასრულოთ, ანუ რა. ჩვენ მაღაზიაში მივიღეთ 10 მმ-იანი კილტეკები და 10 მმ ქართულ საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი იყო, ზოგისთვის კარგად ცნობილია, მოკლედ. გვინდა რომ გავაკეთოთ გასრულები 10 მმ-იანი კილტეკიდან, საბა 2000-დან. თავისი სამიზნე მოწყობილობით დაყენებული გვაქვს აქ რომეო 5 კოლიმატორი, რომელიც ასევე გაყიდვაში გვაქვს მაღაზიაში. შეგიძლიათ მობრძანეთ ნახოთ. ნახე როგორი ლამაზი სამიზნეები მოვიტანე, სეზონური. ორი სალი საზამთროა. და ნახავთ თუ როგორი ეფექტებით დააზიანებენ სამიზნეებს 9 მმ-იანი და 10 მმ-იანი სხვაობა რა იქნება. თქვენთან ერთად მაყურებლებო ერთად შევხედავთ და ვნახავთ ამ ყველაფერს. და გადაცემის ბოლოს ალბათ გაიგებენ ფასსაც, ხო ესეა? რა თქმა უნდა, გადაცემის ბოლოს იქნება იარაღის ფასი. ხო, ახალნიშნავია ისიც, რომ 9 მმ-იანი ვაზნა, ესა იარაღი, კელტეკი არ არის, ეს ჩემი პირადი იარაღია, მაგრამ კალიბრი არის იგივე და მე მგონი რომ გვაპატიებს ამ შემთხვევაში ჩვენ პრინციპში ჩვენი იდეა ხო რაში არის? კალიბრების შედარებაა მაინც, ხო? კალიბრების შედარებაა, ხო რა. ტყუილები რო არ გამოგვივიდეს და ჩვენ ტყუილები არ გვიყოს მეგობრებო. ვიდეო მონტაჟის გარეშე იქნება, პირდაპირ გადაღებით გაჩვენებთ როგორ დაზიანდება 10 მმ-იანი ტყუით, სამიზნე და 9 მმ-იანი ტყუით. ასევე გვაქვს გონგი. გონგზეც გამოჩნდება მოხვედრის ძალა, ანუ რა ამპლიტუდით შეირხევა გონგი მოხვედრის დროს 10 მმ-იანის შემთხვევაში და 9 მმ-იანის შემთხვევაში. იქ გამოჩნდება თვალნათლი თუ რა სიძლიერის ტყუებია ერთმანეთთან მიმართებაში. ეს საბა 2000 კოლიმატორი რომელიც დავაყენეთ, უყურეთ, არ უშლის ხელს დაკეცვაში. აი ესეთი ოფცია გაუკეთეს წარმოებლებმა ამ იარაღს, იმიტომ რომ ძალიან მოხერხებულია, იმიტომ რომ წინა მოდელებში მოკეცვის დროს კოლიმატორი ეს პირდაპირ იხსნებოდა, არ ტრიალდებოდა ლულა და მოკეცვის დროს და ეს არის მესამე თაობის, ხო? ხო, ასე იკეცებოდა მოკლედ და ხელს უშლიდა დაკეცვას. ეს მესამე თაობა კი იქენ სამია. ფერი კოიოტია, ამის ფასი არის 2750 ლარი, შავი ფერის იგივე მოდელი არის 2600 ლარიანი. ხო, არა და გვინდოდა ვიდეოს ბოლოს გვეთქვა, მაგრამ არა უშავს, იყო შუაში. არა უშავს. მერეს ვთქვათ. ასე კომპაქტურად გამოიყურება ეს იარაღი დაშლილ მდგომარეობაში, არა აგრესიულად. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძლიერი ვაზნა არის 10 მმ-იანი ვაზნა, მით უმეტეს აი ესეთი გრძელი ლულიდან გასრული შემთხვევაში. ირაკლი, ცალსახად დასაფიქსირებელი იქნება ალბათ ის აზრიც, რომ გადატანის უფლებით აგვაქვს რა, ეს არ არის შენახვის. კი, გადატანის უფლებით არის ეს, უპრობლემოდ შეგვიძლია რომ გადავიტანოთ. კანონში არის შესაბამისი მუხლი ჩამოტებული, თუ იარაღი დაშლილ მდგომარეობაში არ ინარჩუნებს სრულისუნარიანობას და დაშლილ მდგომარეობაში არ ისვრის, ამ შემთხვევაში მის გადატანის უფლება გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზომა შეიძლება იყოს მოკლე პატარა. ხო, აქ აღსანიშნავია ისიც, რომ აქ გვაქვს ხარახნი დატოვებული ლულის ტუჩზე, სადაც შეგვიძლია სხვა დამხმარე მოწყობილობების დაყენება. ეს იქნება სომოდ მოდერატორი ხმის, ალმაქრი თუ გალამაზების ამბავში რა იარაღი. მოკლედ ეხლა თქვენ ცნებავთ დავაყენებ სამიზნეებს. კოლიმატორს გავასწორებ, იმიტომ რომ ეს კოლიმატორი ეხლა დავაყენე, სულ ახალია ეს კოლიმატორიც როგორც იარაღი. და თან შრალად გასწორებული ჩანს მე როგორც მახსოვს. ხო, ნუ აქ გამოვიყენებ ბჭყალებში, ნუ გავუკადნიერდები და გამოვიყენებ ჩემ პროფესიონალებს და ცივად გავასწორებ კოლიმატორს და ნახოთ გამომივა თუ არ გამომივა. მოკლედ ძალიან ლამაზად გამოიყურება, მე თუ მკითხავთ რა პატარა კოლიმატორის, ესეც პატარა იარაღი რა, ძალიან სიმპათიურად ლამაზად, თან ყველაზე დიდი პლუსი მარლენმა როგორც აღნიშნა ის არის, რომ გადატანის უფლებით გვაქვს ეს იარაღი, შეძენის შემთხვევაში შეგვიძლია გადავიტანოთ და იდეალური მომენტია თავდაცვისთვისაც, პიკნიკზე წასასვლელად გასართობად რავი ოღონდ ქალაქს მოჩვენებით კანონის პარგლებში, როგორც კანონი გვავალდებულებს ისე რომ მოვეპყრათ რა და მე მგონი რომ ძალიან ისეთი ვიზუალურადაც ეფექტური არის ფოტოშოპი. ხო, ეფექტურია და ვაზნების და ტყუილი კალიბრის ამბავს ახანში გავარკვევთ. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. პირველი რა უნდა გავისრულოთ? პირველი 9-19. მანძილი გვაქვს ამ შემთხვევაში 20 მეტრა. პირველი გასროლები მოხდება გონგზე. პირველი გავისვრით 9-19-დან ეს ჩემი პირადი იარაღია, ისევე როგორც ის მეორე.
GoPro ძალიან ახლოს ხო არ დავდე. არა, კარგად არა. შეიძლება მოარტყა, ხო? მორწყვით მაგას არ მოვარტყო, მაგრამ სასიშროება იმისა, რომ გონგზე მოხვედრილი ტყვია დაფრაგმენტირდეს და უკან გამოისრულოს ნაფლეთები და დაზიანდეს შენი მძვირად ღირებული აპარატურა. არის მაგის პერსპექტივა? საკმაოდ დიდია. მე მაინც შენ გენდობი. აჰა. მადლობ თუ მენდობით, მოკლედ. მოკლედ მე 9 მმ-იანი. დიახ. 150 გრეინი. კი ბატონო. სიამჭიდი და დღეს არ უიწყებს რა თქმა უნდა პირველ რიგში უსაფრთხოების წესებს. დიახ. როგორც მე ისე მარლენს აქვს ყურის დამცავები. აჰა. ყურის დამცავები, სათვალეები. ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიათა ქსელი კალიბრის ნებისმიერ ფილიალში. გვაქვს როგორც სათვალეები, ისევე ყურის დამცავები, გვაქვს ასევე სამიზნე მოწყობილობები, ვაზნები. კელტეკზე ხო უკვე ვისაუბრეთ რა თქმა უნდა არის 10 მმ-იანი კელტეკები თუ მოგეწონებათ შეგიძლიათ აიღოთ. ასევე გვაქვს არ სისტემის სხვადასხვა მოდელის და სხვადასხვა წარმოებლის იარაღები სხვადასხვა კალიბრზე. მობრძანდით, დაგვაფასეთ, ნახეთ. სათვალეც არის თავის ადგილას. შევაყენეთ ფეხზე და მოხდება გასროლა. მარლენ იქნება გასროლა. გონგზე დაბლა სამიზნე დაბალი. იმედია ჩანს, ხო? მეც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გამოჩნდა. აჰა. კაი, მოდი შევადაროთ ახლა 10 მმ-იანი როგორ მოიქცევა. Adventures Live Geo. ეხლა მოხდება გასროლა 10 მმ-იანი. აი შედარება. აი იქიდან დგება ფეხზე. გავხსნით მსვლის ღილაკს, აქედან არის მსვლის ღილაკი და მოხდება გასროლა. მზად ვარ. აბა ვნახოთ. კარგია ბიჭო რა უქნა. ეს რა აი სხვაობა რა არის თვალნათელი ნახული სხვაობა 10-ანსა და 9 მმ-ში. ირაკლი უკუცემის ამბავი ძალიან რბილი აქვს. თითქმის არ იმჩნევა როგორც აღნიშნე ვიდეოში მაშინაც. უკუცემა თითქმის არ შეიმჩნევა, მეთქი მოდი ვაზნას ამოვიღებ, მაინც აქეთ მოსაფრთხოების ამბავში. იმიტომ რომ უყურე დაზიანდა ჩვენი სამიზნე სასწაულად თან, ნუ გავასწოროთ თორე. აი ახლა მეორე გასროლას უკვე ვეღარ ახორციელებ. ხო არ ჩანს, აი და მოთხარა იქიდან ჩადები. ირაკლი რაღაცა ძალიან დედა უტირეთ? ძალიან გრია ეს გატეხა ვაფშე. დაგვიზიანა მოკლედ. ანუ მეორე გასროლა ფაქტიურად გადაიდო. შემდეგ ჩართო. ხო, აი შედეგი, აი 9 მმ-იანის მერე 10-იანი მოხდა და მოწყვიტა იმიდან რა ქვია. კარგი. დეტალებიდან მოგვიჯა. ესეც ნახე აქ შეხედე. აი გაბზარა ეს კი. რავი, ძალიან ძლიერია. კარგოჩი რა ბევრი რა ვილაპარაკო, ძალიან ძლიერი Adventures Live Geo. მოკლედ, ნახეთ როგორ დააზიანა სამიზნე, როგორ მოწყვიტა პეტელებიდან და მოაგლიჯა სამაგრი, რკინის, მეტალის, საკმაოდ სქელი. ეხლა ეგრეთ წოდებულ ცოცხალ სამიზნეს ვესრულებთ, საზამთრო გვიდევს აგერ. ახლოდანაც ვიღებთ მაგ საზამთროს და ნახოთ როგორ დააზიანებს, რა ეფექტით დააზიანებს, მოკლედ. და მოხდება გასროლა. გასროლა მოხდება მარლენ, ყურები დაიცავი. მზად ვარ. ვესვრი. აუ. მოდი ახლა ვნახოთ 9-19 როგორ დააზიანებს. აღარ არის საზამთრო გადაიღე იქით. ნუ საზამთრო როგორც მოსალოდნელი იყო, თავის ლოგიკურ ვიზუალზე დაბრუნდა. ეხლა მოხდება გასროლა 9 მმ-იანი. 9-19 ხო უკვე? 19 ლუგერით, კი. სამიზნე იგივე საზამთროა, იმის ბიძაშვილია ეხლა რო დავაზიანეთ და ნახოთ აბა რას იწავს. ნახე რა ლამაზი არწივი არის.
ნეტო თუ დაინახავს ჩემი კამერა. არწევი არ არის, მაგრამ მაგის ბიძაშვილი გამოთლა. კაი, მზად ვარ. ყურები ხო დაცული გაქვს? დიახ. ხდება გასროლა. კოლიმატორი ის ჩართულია ხო იქით? დიახ. GoPro. მოკლედ გასროლა იქნება 9-19 ლუგერი. გახრიტა. გახრიტა? გახრიტა და არ გახეთქა და იმან კიდე გაგლიჯა. ეხლა ვნახოთ სად მოხდა ამას, აბა. ურე. ხო, ქვეშ არის მოხვედრილი. ხო, ქვეშ მოხდა და გახრიტა. ხო. კაი, არ გაგლიჯა რა მოკლედ. არ გაგლიჯა, ხო. მოდი ეთხელი ასე დავდოთ კიდე, აბა. იდეაში ხრიტავს რა, ანუ ის არა აქვს რა, დეტონაციას ვერ ქმნის საკმარის რა. ხო, ნუ დიმეტყვია, ექსპანსია დიდი აქვს, მას ენერგია დიდი აქვს და იმან ხო დაინახა სულ გაგლიჯა და გახეთქა საზამთრო და. დიახ. ესა პატარა ექსპანსიას აკეთებს და ნუ რა თქმა უნდა საშიშია ეს არ არის ახლა 9-19 ზოგადად შექმნილი არის დაზიანებისთვის. ხო. და 10 მმ-იანი უკვე შანსი ნაკლები აქვს რომ მე გადარჩეს იმ ხელატყვის მოხდრის შემდეგ რა. ნამდვილად ის არის უკვე შესაჩერებლად შექმნილი. ხო, მოკლედ. ირაკლი, მოკლედ მონახაზი გავაკეთოთ რა არჩი მოკლედ კუს გაუჩმახა საქმე. არჩი მოკლედ კუს. მოკლედ დავასრულოთ ახლა ჩვენი გადაცემა და ვთქვათ 1-2 სიტყვა. ხო, 1-2 სიტყვა უნდა ვთქვათ აუცილებლად. იმას მოიხსნი. რომელიც კარგად გავიგო. მოკლედ, ნასრულები ნახეთ. ტყვის სიძლიერე და ეფექტი ჩვენ მოყურებელმა კარგად ნახა. იმედი არ გამოეპარებოდა თუ არა გადაახვევენ და მეორედ ნახავენ. თუ რა კოლოსალური ენერგიის მატარებელი არის ეს ტყვია. ფასი რაც შეეხება 9-19 ლუგერთან შედარებით არც ისე დიდია რა. სხვაობა არის რა თქმა უნდა. მაგრამ ისეთი სხვაობა არ არის რომ რაღაცა ვერ შეწყდეს ადამიანი და ვერ იყიდოს. მაგრამ იმ ფაში ყიდულობს ძალიან დიდ ენერგიას, რომელიც გარანტირებულად აჩერებს საკმაოდ მოზრდილ ნადირსაც კი თავდაცვისთვის ვძახი ამას. ნუ ისე გასართობ გასროლებისთვისა და მეცაც გეტყვის სანადიროთაც ეს კალიბრი გონევრულ მანძილებში საკმაოდ ეფექტური იქნება. ძალიან დიდი ენერგია აქვს მოკლედ. იარაღის ფასი რა გვაქვს? იარაღის ფასი კოიოტი არის 2750 ლარი. აი ამ დაფერვაში. ხო, აი კოიოტ ხაკისფერი დაფერვით. კოიოტე ქვია. და შავი ფერის არის 2600 ლარი. იგივე მოდელი, ყველაფერი იგივე. 2750-ს და ის 2600-ს. კოლიმატორსაც შეეხება 550 ლარია და ჩვენთან ფასი ამ კოლიმატორს. რომეო 5-ია. ძალიან კარგად მუშაობს ამ კალიბრზე 9 მმ-ზე 223-ზე იდეალურია. პატარაა, სუბუქია, თავის საქმეს იდეალურად ართმევს თავს და მოკლედ ძალიან კარგი ბიჭია. იმედია მოგეწონა ჩვენი ვიდეო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. იმეგობრეთ ჩვენთან, შემოდით მაღაზია კალიბრის ნებისმიერ ფილიალში, სადაც ამ ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ. მოწონების შემთხვევაში შეიძენთ, მოკლედ ჩვენ რაც შეგვეძლო, ჩვენ რაც დაგპირდით ის შევასრულეთ, გადავიღეთ 10 მმ-იანი კალიბრის კოლტეკების გასრულები, იმედი ეფექტური ვიდეოები გამოვიდა და ისე ამოვნებთ და დროებით იმეგობრეთ ჩვენთან. ჩვენი არხის მხარდამჭერები